არის აგებული და დაფუძნებული სპეციალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებზე და მათ ეგრეთ წოდებულ აგენტებზე, დიახაც, გაშიფრულ აგენტებზე. აი მაგალითად გეუბნებით, მე გეუბნებით და დავასახელებ ორ ადამიანს, რომელიც გვერდიდან აშორდება, მე ხშირად არ ვამბობ, არასოდეს არ მithქვავს პერსონიფიცირებოდ, არავინ არ მიმხელია, რომ ეს ადამიანი არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურზე სადენით მიერთებული, მაგრამ ახლა მე თქვენს ეთერში გავაკეთებ. ორი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე არის ჩართული სიბინძურეში და მაღალი ალბათობით ეს ადამიანები იყვნენ ჩართულები ასევე დანილოში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ერთი ადამიანი გდანის ამიკროში მაცხოვრებელი ადამიანი, სუსის პრაქტიკულად და ტაბელური თანამშრომელი, ეს არის დათო გვასალია. დათო გვასალია. სრული პასუხისგებლობით და ვაგებ თითოეულ სიტყვაზე რასაც ვამბობ. აი ბატონი დათო გვასალია, სუსის თანამშრომელი. მე ვიცი რომ სუსის თანამშრომელი როგორ იქნება, სუსის თანამშრომელი არ არის, სუსთან თანამშრომლობს. სუსის თანამშრომელი ძალიან ბევრია და ბევრი სუსის თანამშრომელი არ მიცემს ამ არჩევნებში ხარს არ დაუჭერს ქართულ ოცნებას. ეს ბატონი არის სუსის თანამშრომლებთან მჭიდრო თანამშრომლობაში. მჭიდრო თანამშრომლობაში და იყენებენ ვითომ როგორც ძველ ბიჭს. სინამდვილეში ეს ბატონი არის სუსის თანამშრომელი და დავამტკიცებ ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ წუთას რაც გულისხმობ დღეს მომიტევეთ ამ ეთერში არ მინდა ყველა კარტის გახსნა და მეორე ადამიანი 24 საათი დადის ბატონ კალაძესთან ერთად და ნაციონალური მოძრაობის ყოფილ გამგებელთან გდანის ნიკო ხაჩერიშვილთან. ვინ? აი ეს ბატონი 24 საათი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გამგებელი გდანის რაიონის, რომელიც კენჭისყრიდა 2012 წელს გდანის რაიონში ნაციონალური მოძრაობიდან ნიკო ხაჩერიშვილი. ნიკო დღეს ეხმარება 24 საათი ნიკო ხაჩერიშვილი 24 საათი დიახაც მე მიამაყება რომ ვარ ახალი ფორმაციის ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი. ამიტომაც ხშირად ვამბობ, რომ ნაციონალური მოძრაობა კი არ უნდა დაბრუნდეს, არამედ უნდა გავიმარჯვოთ სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად. იმიტომ რომ დაბრუნება ნიშნავს ფარცხალაძეებთან ერთად დაბრუნება ნიშნავს მურუსიძეებთან ერთად დაბრუნებას და ხაჩერიშვილებთან ერთად დაბრუნება. პრაქტიკულად 24 საათი იმყოფება გდანში და მჭიდრო კავშირი აქვს, არაერთი რესტორანი აქვს, არაერთი ბიზნესი აქვს. ამ ერთ დროს ვითომ წარმატებულ გამგებელს ნაციონალური მოძრაობის დროს დღეს გდანში და საკუთარ რესტორანში, რომელიც მდებარეობს ქართული ოცნების ცენტრალური ოფისის მოპირდაპირე მხარეს 24 საათი ეს ადამიანები არიან ერთად და ცნობილი ადამიანი მეორე მჭიდრო თანამშრომლობს. აი ეს ორი ადამიანი ბესო კალაძე. ბესო კალაძე ეს უკვე გაშიფრული ალბათ ნაწილი საზოგადოებისა იცნობს, ასევე 24 საათი ქართული ოცნების კანდიდატი კობიაშვილის გვერდის დამშვენებელი. ეს არის ბატონი კალაძე, რომელიც 2016 წელს შალვა რამიშვილის გადაცემაში ექსკლუზიურად გამობრძანდა და თითქოს გააკეთა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილმა მას დაავალა ავტოსანტრანსპორტო საშუალებების გადაწვა. ეს ბატონი გახდათ ანუ ესეც ნაციონალი იყო და ეს ბატონიც იყო დიახაც იყო ნაციონალური მოძრაობის წევრი ვითომ რეალურად შემოგზავნილი იყო და გააკეთებიეს განცხადება შალვა რამიშვილის გადაცემაში ბევრს ემახსოვრება თითქოს 2016 წლის არჩევნებამდე ორი კვირით ადრე თავისუფალი ზონის წევრი იყო, თავისუფალი ზონა გავიგეთ. თავისუფალი ზონის წევრი იყო და ამ ბატონმა გააკეთა განცხადება, რომ თითქოს კიევში ვიყავიო, ჩასულიო, მიხეილ სააკაშვილთანო, ჯერ ახლა რა საერთო ქონდა მიხეილ სააკაშვილის ბესო კალაძესთან და ბანკანების დაწვა დამოვალო. აი ეს ორი ადამიანი 24 საათი არიან ერთად. და რას აკეთებენ? ჭკვიანურს ვერაფერს ვერ აკეთებენ. რას აკეთებენ? არა, რაში ამხელთ? შეიძლება მე აგენტი ვარ, მაგრამ აი რას ვარ? აი ამ ორი ადამიანის განსაკუთრებით დათო გვასალიას დამსახურებაა დღეს არაერთ გდანში მაცხოვრებელ ადამიანს ნარკოტიკები ჩაუდეს. აი ეს ადამიანი თითქოს პატიოსანი გდანში მაცხოვრებელი ადამიანის საფარქვეშ ცხოვრობს იმ რაიონში, სადაც მე ვახორციელებ კამპანიას, სინამდვილეში კიდევ ერთხელ ხალხს უსვამ. არ ვიტყოდი, ვერც ერთი ძალა ვერ მაიძულებდა თქვენს ეთერში ესეთი განცხადებები აშინებენ ნარკოტიკებს და ემუქრებიან. ეს ბატონი ვითომ წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ რაღაცა ქუჩის შპანას, სინამდვილეში ეს ბატონი გახლავთ სუსთან ძალიან მჭიდროდ გაკავშირებულ ადამიანს და ამავე დროს ნიკო ხაჩერიშვილთან უახლოესი ურთიერთობა აქვს. ნიკო ხაჩერიშვილი ნაციონალური მოძრაობის ყოფილი გამგებელი. კაცო, ნიკო ხაჩერიშვილი საკრებულო